ეს არ იყო სლოტის ლივერპულის კლოპის ლივერპულს გავდა. ეს გამხდარი გმირი და ძალიან მაგარი საფეხბურთო ისტორია. შეიქმნა კარგი დროა მე მგონი რევანშის ასაღებად, რომ ვანსხიპს სომხეთის ნაკრებში დებიუტი ჩაუშალა. მოგესალმებით. დღეს სამშაბათია და თქვენ უყურებთ მერვე ეპიზოდს სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა. თქვენთან ერთად ვართ კვლავ ჩვენ, მე გიორგი დარჯანია, რეზი ქოიავა, ირაკლი სარალიძე, ბიჭებო მოგესალმებით. მადლობა. როგორ ახართ? გადასარევად. ძალიან კარგი. ძალიან ბევრი ინფორმაცია დაგვიგროვდა წინა კვირის განმავლობაში და ბუნებრივია ამ თემებზე სასაუბროდ შევიკრიბეთ. ქონდა ჩემპიონთა ლიგა, ქონდა ძალიან საინტერესო ტურები სხვადასხვა ჩემპიონატებში და წინ გვაქვს ალბათ ჩვენთვის როგორც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის ყველაზე საყვარელი და საინტერესო თემა. მოდი დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით. ბევრი დრო არ დავკარგოთ, დავიწყოთ ყველაზე საინტერესო მატჩით, რომელიც ეხება ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ეხება PSG ლივერპულს და მოდი ესე შევთანხმდეთ ჩვენ და სასიკეთოდ გადაწყდა ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირება და PSG არის შემდეგ ეტაპზე. პენალტების სერიაში ხვიჩას გუნდმა შეძლო და დაამარცხა ჩვენის აზრით რამდენიმე გადაცემის წინ ამაზე ვისაუბრეთ ამ სეზონის საუკეთესო გუნდი და პარიზელები ითამაშებენ მეოთხედ ფინალში. მინდა რომ გთხოვოთ ამ მატჩზე რამდენიმე საინტერესო აზრის თქმა და თქვენი აზრის ბუნებრივია. მე მოკლედ ვიტყვი ძალიან. ლივერპული PSG იყო ლივერპული იყო უკუღმა. აი ზუსტად უკუღმა იყო ყველაფერი. იქ ის იყო მასპინძელი აქ ეს ეგ ოკეი ვიცოდით. რაც ქნა ალისონმა იგივე გაიმეორა დონარუმამ. აქაც ლივერპული თამაშობდა უფრო მეტად პრესინგზე თავიდან მერე კი ცოტა მიხვდნენ რომ ვაი მაინც ვაგებთ და ერთი გოლი რაღაც არ მოხდეს და უკვე ცდილობდნენ რომ მარტო აი სალაჰით შეეტიათ და დიდად არ მიდიოდნენ შეტევაში. ანუ დონარუმამ თავი გაიგიჟა ყველაფერი აიღო, კვარაცხელია კარის ხაზიდან არა, მაგრამ ეგრევე ვთქვა რა. კარის ხაზიდან გამოიტანა სუფთა გოლს გადაარჩინა გუნდი და შეტევაშიც PSG თავიდან ძალიან კარგი იყო, ისევ ვიტინიანევეში ფაბიან რუისის დახმარებით, იმიტომ რომ ცენტრში საერთოდ უბრალოდ გაყავდათ ლივერპულის მოთამაშეები. რუისმა ისეთი თამაში ვერ ითამაშა, როგორც პირველი თამაში იყო და გრავენბერგს ჰქონდა მეტი დრო ბურთზე, მეტი სივრცე ჰქონდა და უფრო ამიტომ ლივერპულს ჰქონდა შანსები. მაგრამ საბოლოო ჯამში ლატარიამ გადაწყვიტა, რომ უნდა გასულიყო PSG და ალბათ იმსახურებდა უფრო მეტად, იმიტომ რომ პირველ თამაში ბევრად დიდი იყო PSG-ს დომინაცია ვიდრე ლივერპულის, ვიდრე მეორე თამაში ლივერპულის დომინაცია ვიდრე PSG-ს და საბოლოოდ სამართლიანად დამთავრდა ყველაფერი. მე მგონი საფეხბურთო სამყარო შეთანხმდა იმაზე, რომ ორი მატჩის ჯამში PSG გავიდა სამართლიანად. მიუხედავად იმისა, რომ იყო პენალტების სერია ცალსახად ფსიქოლოგიურ მომზადებაზეც არის დამოკიდებული, ასე შემდეგ, თუმცა სანამ რეზისთან გადავალ სიტყვით იმას ვიტყვი, რომ მაგალითად 90 წუთში ხო ნახეთ, იქ PSG ლივერპული უფრო აქტიური იყო, თქვათ, ენფილდურ თამაშზე, პარიზში პირიქით, თუმცა დამატებით დროში, ეს ექსტრა ტაიმები, რომელიც ნახეთ, PSG-მ დაჩაგრა ლივერპული. და ანესლოტმა თქვა პირდაპირ, რომ დამატებით დროში აშკარად დაჩაგრეს. ეს შეიძლება იყოს ცვლილებების დამსახურებაც, იმის დამსახურებაც, რომ PSG-ს საკუთარ ჩემპიონატში უფრო ლაითი მატჩები აქვს ვიდრე ლივერპულს პრემიერ ლიგაში. შესაბამისად, საბოლოო ჯამში მივედით პენალტებამდე, თუმცა დამატებით დროში რო გაეტანა მაგალითად PSG-ს მე არ გამიკვირდებოდა. ლივერპულმა დაიწყო ძალიან აგრესიული პრესინგი პირველივე წუთებიდან, მაგ კლოპი როგორც აპრესინგებდა ხოლმე ვინგერები ვიწრო პოზიციაში, ორი ნახევარმცველი რო უჭერს მხარს ამ ტრიოს, ცენტრი გადაკეტილი, ყველაფერი იყო რაღაცა ეს არ იყო სლოტის ლივერპულის კლოპის ლივერპულს გავდა, რომელიც მაქსიმალურად ხსნით თამაშს ამ პრესინგით ორივე მხარეს იქნება მომენტები, მაგრამ ჩვენ უფრო მეც გავიტანთ. რასაც აკეთებდნენ. და მომენტები შექმნა ლივერპულმა პირველ ტაიმში სუსტად პრესინგით, მაგრამ აი მეორე ტაიმში ეს პრესინგი ცოტა უკვე დაუსუსტად, უკვე ისე ვეღარ ქაჩავდნენ, დამატებით დროში საერთოდ უკვე ვეღარც მოძრაობდნენ და აღარც აპირებდნენ უკვე პრესინგის თამაშს და PSG იღებდა მომენტებს უკვე კონტრშეტევებზე დემბელი ჩამოდიოდა ძალიან მაგრად სულ სიღრმეში იღებდა ბურთს და მე გოლიც ასე გავიდა ზუსტად რომ სიღრმეში ჩამოვიდა. იქ მე-9 წუთზე იყო მენდეში რომ დაუყვირა რომ არ მისცა მან პასი და მომდევნო იმაზე უკვე მისცა პასი.
ну ორი თამაში ჯამში რომელიც ვთვლი რომ PSG იმსახურებდა საბოლოო ჯამში გასვლას. ну ლივერპულს კიდევ ეს სტანდარტები ჰქონდა ძალიან ეფექტური, მაკალისტერიც აწვდიდა, ამით შეეძლოთ გოლის გატანა, ეს უკვე მეორე ტაიმის თავარი იარაღი, მაგრამ მაშინ დონარუმამ გამოაზროვნა ყველაფერი. აი PSG-ს გოლის ეპიზოდში სკრინს ვთხოვ ირაკლის რო ჩასვას ძალიან მაგრად ამოვიდა დემბელე, იქ კონატე იჭერდა თუ დემბელეს თუ ვან დაიკი მე მგონი ერთმანეთში ვერ გადაწყვიტეს და სობოსლაის შეცდომა იყო ძალიან ცალსახა, რომელიც ვიტინიამ მოაცილა თითქოს პრესინგის ხას. სკრინში კარგად ჩანს რომ აშკარად PSG-ს ფეხბურთელები, ანუ ბურთის ამომტანის ზურგით უყურებს, მოკლედ ზურგით არის, საკუთარი კარისკენ იყურება სობოსლაი და იქ რჩება სივრცე და ნუ მოკლედ მარსელთან თამაშიც ამ კვირას რაც ვნახეთ, იქაც ეს სივრცის ათვისებები ძალიან მაგრად გამოიყენა PSG-მ და ნუ რა ვიცი საბოლოო ჯამში PSG გავიდა შემდეგ ეტაპზე, ხვდება Aston Villa-ს და ბუნებრივია ფავორიტი არის და ხვიჩას ფაქტორიდან გამომდინარე ჩვენ მთელი გულითა და სულით გულშემატკივრობთ. სანამ მეორე სუპერმატჩზე გადავალთ, მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი, რაც ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის და გადავიდეთ შემდეგ სუპერმატჩზე მადრიდის რეალი ატლეტიკო. აქაც 120 წუთი ვიხილეთ, აქაც პენალტების სერია ვიხილეთ და აი აქ დავსვამ შეკითხვას, რამდენად თვლით რომ გავიდა უფრო ძლიერი, უფრო ღირსეული და რამდენად ეკუთვნოდა რეალს მეოთხედფინალის საგზური, იმიტომ რომ ატლეტიკომ რეალურად კარგი მატჩი ჩაატარა ვანდაზე. ну ატლეტიკომ კარგი თამაში ჩაატარა სიმეონეს სათამაშო პრინციპებიდან გამომდინარე, ანუ აი 0.36 XG ქონდა რეალს, ну იმ პენალტს თუ გამოვაკლებთ, რომელშიც ახლა ატლეტიკოს გაუმართლა უბრალოდ რომ ვინისიუსს მოწოდა და აი იმის გარდა არაფერი არ გაუკეთებია რეალის სუპერ შეტევას, იმიტომ რომ იდეალური 4-4-2 ბლოკი იყო, ბურთის მიმართულებით რომ მოძრაობენ, დაზღვევა, არავინ რო არ ზარმაცობს, რაც ყველა სივრცე ამოკეტილია, აი მეორე უკვე დამატებით რომ 6-2-2-ზე გადაეწყდნენ საერთოდ. იმიტომ რომ უკვე დაღლილები იყვნენ და მაქსიმალურად ბოლო ხაზი დატვირთეს და შეტევაშიც ატლეტიკო ქმნიდა მომენტებს. ჯერ 40% ხოდა ბურთის ფლობა, ანუ ამ ბურთის ფლობით ისვენებდა გუნდი. მეორე თავარი სისუსტე რაც არის რეალის და განსაკუთრებით აი საყდენი წყვილის ვინც დაიწყო, ხო, მოდრიჩი ჩუამენი დაიწყო ეს თამაში, ანუ იტყვევდნენ პრესინგზე რეალს, მერე გრძელი პასუხებდნენ მოწინააღმდეგის ნახევარზე რეალის და იქ უკვე გადმოარნილი ბურთების ზონას ტვირთავდნენ მაქსიმალურად, გოლიც ეგრე გაიტანეს და პლუს მომენტებსაც ამით ქნიდნენ, იმიტომ რომ მოდრიჩი 40 წლის არის, ჩუამენის რაღაც კონცენტრაცია ეფანტებოდა და ნუ ესენი როცა შეერბოდნენ მაქსიმალურად ძალიან მომეწოდა მაგ კუთხით ანუ შეტევაში ეს რაღაც სათამაშო იდეა. ну საბოლოო ჯამში ალბათ მაინც პირველ თამაში ალბათ რეალმა აჯობა, თუმცა ისიც ვერ ვიტყვი რომ ეს იყო რაღაც ისეთი ეფექტური და კაშკაშა თამაში. სუფთა სათამაშო ხარისხით რომ შევადაროთ, PSG და ლივერპული ბევრად უფრო მაგარი თამაში იყო ვიდრე რეალი და ატლეტიკო, მაგრამ რეალი და ატლეტიკო ძალიან ბევრჯერ ხვდებიან ერთმანეთს და აი ჭადრაკს რომ ადარებენ ხოლმე ფეხბურთს რომ მე ვიცი რომ შენ იცი და შენ იცი რომ მე ვიცი და ასე რაღაც ესეთი რაღაცები იყო ამ დაპირისპირებაში და ნუ რაღაც შეიძლება პენალტები ლოგიკური იყო, უბრალოდ რაღაც ალოგიკური რაღაცები უკვე იქ მოხდა პენალტების სერიაში. ან მაგას ირაკლის ვკითხა აუცილებლად, უბრალოდ რის დამატება მინდოდა, იცი? ატლეტიკოს სწრაფი გოლის შემდეგ უტევდა, როგორც თქვი, შექმნა კიდეც რამდენიმე მომენტი, მაგრამ აი ბასრი არ იყო ეგ მომენტები რა, რომ მე მიყვარს როგორც საფეხბურთო ტერმინის თქმა, იცი, გოლს ამწიფებსო გუნდი და ატლეტიკოს შეტევებში თითქოს არ იგრძნობოდა ის, რომ გოლი მწიფდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იქ რაღაც შეტევები იყო, კარში დარტყმებიც იყო, საერთო ჯამში ისეთი თამაში მივიღეთ პირველი ტაიმი, რომ რეალს ფაქტობრივად მომენტი არ შეუქმნია და რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს, ეგ იყო სრულად კონტექსტიდან ამოგლეჭილი, იმიტომ რომ ბაპეს ხო არას უნთქებდნენ ეს ატლეტიკოს საყდენები და ცენტრალური მცველები, თუმცა ეს ეპიზოდი იყო განსხვავება, აქ ბაპეს მიეცა სივრცე და ბუნებრივია ეგ სივრცე ხო მაგრა დაითვისა და მერე ლენგლეს მართლა აღარაფერი არ დარჩენოდა, რომ თამაშის წესი უნდა დაერღვია მოკლედ. ირაკლი ხო პირველ წუთზე გავიდა გოლი და მერე ეგ თამაში ნანახი მაქვს ბევრჯერ იდგა ატლეტიკო დაცვაში, კონტრზე მიდიოდა ხოლმე რაღაც მომენტში რეალმა თქო იფიქრა რომ კონტრზე სადღაც არ გაუშვათ, იმიტომ რომ ამათ კონტრზე კარგად იციან თამაში და всё ან აი ეგეთი რაღაც მომენტებში ხვდებოდი რომ მეძინებოდა თამაშზე რა, არაფრით რაღაცა ისეთი არ იყო რა, გამორჩეული სიახლე არაფერი არ იყო. ნანახი მაქვს ბევრჯერ ატლეტიკო ზის დაცვაში რეალი უტევს. წინა თამაშზე რო თქვა სიმეონემ რომ ავტობუსით მივალთო, მივიდნენ ავტობუსით. ჩააყენეს ეს ავტობუსი და ამ ავტობუსმა იმუშავა. მაგრამ ნუ მე ცოტა აღარ გაუმართლათ
ეგეც ხო ისეთი ცოტა სადაო თემაა რა ეს ვარი. ერთის მხრივ ხო ძალიან კარგია. ჩემთვის პირადად ძალიან კარგია, იმიტომ რომ რაც ვარი შემოიღეს, ჩემს საყვარელ გუნდს აღარაფერი აღარ მოუგია, რაც რაზე მეტყველებს, მაგას მოდი არ ვიტყვი. მაინც კონფლიქტი რო არ გამოიწვიოთ, შიდა განხეთქილება, მაგრამ ხო არის რაღაც მომენტებში, რომ ფეხბურთი მართლა კარგავს ინტერესს და ფეხბურთი კარგავს ფეხბურთობას. ზუსტად იგივე რა შუაში, ზუსტად მსგავსი რაღაც მოხდა შაბათ-კვირის თამაში. სადაც აი რასაც ლაპარაკობდით ჩაწერის დაწყებამდე, ზუსტად იგივეა, რომ ვარი იქ იყო ზედმეტი. ანუ ფეხბურთი ხო არ არის მარტო რაღაცა მართლა ის, რომ 22 კაცი დაძდევს ერთ ბურთს. ფეხბურთი ხო ჩვენ საერთოდ სხვა მიზეზების გამო გვიყვარს, გარე ფაქტორების გამო გვიყვარს, ხო არის ლეგენდები, რაც მერე მოყვება ამ ფეხბურთს, თუნდაც აი პირველი რაც ყოველთვის მახსენდება, მარადონა რო უთხრეს, რომ თუ წახვალ საქველმოქმედო მაჩი სათამაშოდ რაღაც უბანშიო, საერთოდ კონტრაქტს გაგიწყვიტავთ და კაიო, არ არის პრობლემა, გამოწყვიტა, წავიდა ითამაშა. დევიდსი რო ზიდანი რო ყვება ედგარ დევიდსზე რო თამაშს მერე წავიდაო და ბავშვებთან ითამაშაო და მეც წამეყვანაო და ბავშვები უბედნიერესები იყვნენ. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა მაგარი ისტორია აქვს ფეხბურთს. ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული ისტორია არის დელე ალის ისტორია, რომ უნიჭიერესი იყო თავის დოკუმენტურ ფილმში მოურინიო რო ეუბნება, რომ არ გაფლანგო ეგ ნიჭიო. გადის რამოდენიმე დრო და ვიგებთ, რომ თურმე რა ჭირდა ამბიც. და აი ამდენი წვალების მერე, აი რართული და სამარცხებელია აი ეგ ფსიქოლოგიური ტრავმები. ტიპმა ყველაფერი დაამარცხა, როგორც იქნა სადღაც იარა იქით აქეთ და დაბრუნდა უმაღლეს დონეზე 745 დღე არ იყო გამოსული მოედანს. გამოვიდა და ვარის გამო გააგდეს. აი როგორ უნდა მოახერხო ისეთი რაღაც, რომ ფეხბურთელს აგდებ, ბოლო წუთებია დაძაბული თამაში მიდის რა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი მოვიდეს შენთან და ჯიბეში ჩაყოფილი ხელი გაგიჩეროს, რომ წითელი არ მოიღო. ანუ ეგ ხო რაღაცა სასწაულად დიდი სისულელე იყო. მატეო მარკეტის შეეძლო გამხდარიყო გმირი და ძალიან მაგარი საფეხბურთო ისტორია. შექმნა რის გამოც რეალურად უყვარს ფეხბურთი. ეს გამოვიდა შემოწმდა, წითელია და მიცა წითელი. ანუ აი რატო საფეხბურთო ისტორიები ახსენე იკა და საპირისპირო მხარეს რო შევხედოთ, კაილ უოკერი, რომელიც იცავდა მთელი გულითა და სულით დელე ალის, იცის კაილ უოკერმა ისინი თამაშობდნენ ერთად ტოტენჰემში და ძალიან კარგად იცის რა ისტორია აქვს გამოვლილი დელე ალის, პლუს მისი ნიჭიც ძალიან კარგად იცის. იცი როგორ რაღაც გააკეთა? აი რამდენიმე წლის შემდეგ, როცა კაილ უოკერი კარიერას დაასრულებს, როცა ხსენდება უოკერის გვარი, შეიძლება ეს ისტორია გაგვახსენდეს. აი ძალიან რესპექტ რაღაც გააკეთა მოკლედ რა და შემდეგ ლოფტუშჩეკმაც თქვა იგივე რომ მე საერთოდ არ ვიცოდიო, სკრინი გავრცელდა სხვათა შორის დელე ალის და ლოფტუშჩეკის მესიჯობა WhatsApp-ში და მე ლოფტუშჩეკმა თქვა მე საერთოდ არ ვიცოდი რომ ამ მომენტს ამოწმებდაო. აი მართლა ისეთი მომენტი იყო რომ ალბათ მილანის მიუხედავად იმისა რომ ბოლო წუთები იყო დაძაბულობა იყო, მილანის ყველა ფეხბურთელზე რომ გეკითხა გააგდოს თუ არ გააგდოს, მიუხედავად იმისა რომ გუნდი უპირატესობაში რჩებოდა, არ გააგდოს გადაწყვეტილებას მიიღებდა მოკლედ მოედანი. ეგ არის რა ემოციები სამწუხაროდ ვარმა წაგვართვა. ამაზე იცი რა მახსენდება სულ ტოტენჰემის სიტი რო იყო და სტელინგმა რო გაიტანა, რომ დაინგრა ყველაფერი და ეგ იყო პირველი რაღაცა ხმაურიანი გაუქმებული გოლი თუ გახსოვთ. ჩემპიონთა ლიგას. მერე უკვე ფინალში გავიდა მოკლედ ტოტენჰემი. ოკეი. ჩემპიონთა ლიგაზე პრინციპში სხვა გუნდის გულშემატკივრები რო არ გაგვინაწყენდნენ, იმას დავამატებ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდნენ არსენალი, ასტონ ვილა, დორტმუნდის ბორუსია, რომელმაც სხვათა შორის დააკამბექა, მილანის ინტერი, ბარსელონა და მიუნხენის ბაიერნი. დროის უკონლობის გამო, მოდი ესე ვთქვათ, დეტალურად ამ მატჩებს არ შევეხებით, თუმცა ჩემპიონთა ლიგა აპრილში განახლდება და რა თქმა უნდა წინა საჩემპიონთა ლიგო გადაცემა მიეძღვნება ამ ყველაზე მაგარ ტურნირს. მოდი ესე ვთქვათ. კარგი. ამ შაბათ-კვირას ჰქონდა ორ ჩემპიონატში ძალიან მაგარი მატჩები. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჩემპიონო დაპირისპირებები იყო. ალბათ PSG Marseille-ს თვლი, ხო? თუმცა PSG Marseille-ს დეტალურად არ შევეხებით, PSG-მ კვლავ მოიგო ისევ მარტივად.
თან დაასვენა ფეხბურთელები, თუმცა შევეხებით იტალიის ჩემპიონატისა და ესპანეთის ჩემპიონატის მე ვიტყოდი ძალიან მაგარ მატჩებს, ყოველ შემთხვევაში ვიხილეთ თრილერები, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით აქეთ ლა ლიგაში. მოდი დავიწყოთ ლა ლიგით, მაშინ რეზის ვთხოვ, რომ მადრიდის ატლეტიკო ბარსელონა ჩაგვიანალიზოს. ატლეტიკოს ანუ თული კვირა გამოუვიდა, ანუ ორი კარგი რეალთან მაგრად ითამაშა დაცვაში და გამოვარდა ეს დრამატულ პენალტების სერიაში. ბარსელონასთან 70 წუთი თამაშობდა იდეალურ ფეხბურთს. მაქსიმალურად ზღუდავდა, 5 მცველი თამაშობდნენ უკვე, ანუ ბარსას ეთქვა უფრო უფრთხის სიმეონე 4-4-2-ის მაგრად უკვე 5 მცველი იყო, სიმეონე ჩადიოდა, მისი შვილი მეხუთე მცველად. პლუს ამ მაღალ დაცვის ხაზს უმოწმებდა ბარსელონას იდეალურად, ანუ მეორე გოლის დრო ძალიან კარგად ჩანს, რომ ანუ ჯერ არ გადაკიდეს პასი. უკან გააკეთეს ერთი პასი კიდე უფრო ზემოთ ამოწიეს და მერე შევარდა გალახერი. და დეპოლი იყო პერსონალურად პედრიზე. თელი თამაში, ანუ სადაც წავიდოდა პედრი, იქ მიდიოდა ისიც და ნუ აი მაქსიმალურად მაგრად ითამაშა რაც შეიძლება. უბრალოდ პედრის ორჯერ თუ სამჯერ გაეხსნა სივრცე და ეგრევე მომენტი შექმნა. იმდენად რაღაც უცხო პლანეტელის დონეზეა უკვე ასული, მაგრამ ნუ აი 70 წუთი მაგრად მუშაობდა და 70 წუთის შემდეგ დაიწყო კამბექი, რასაც თავისი რაღაც ახსნებიც აქვს, ხო? ანუ ერთი კი ბარსა ჯობდა ამ მონაკვეთში ატლეტიკოს, როცა დააკამბექა, მაგრამ ნუ როცა 6 დარტყმიდან 4 გაგაქვს, იან ობლაკთან გასაგებია, რომ ეგეთი რეალიზაცია ცოტა ანომალიაა და აქ გამართლების ელემენტი არის. ნუ პლუს ფლიკმა გააკეთა სწორი შეცვლები, ფერან ტორესი გამოიყენა მეორე ფორვარდად, რაფინიას ფლანგს მოაშორა და ნუ რაფინია სადაც უნდა და იქ მიდიოდა ზონებს პოულობდა და ამიტომ იყო რომ ატლეტიკო ცოტა დაიბნა და აი მეორე გოლი როცა ტორეს გააქვს, იქ რაფინიას თავისუფალია და ტორესიც იყო, ანუ და პლუს აი შენი საუბრი ერთ-ერთ წინა გადაცემაში რომ გუნდი როცა იღებს რომ აი დაცვაში ვითამაშობთ ამის სიგნალს მწვრთნელისგან, ხო 5 მცველი თამაშობდნენ, 5 მცველი გააგრძელეს უბრალოდ. თუ თავიდან იყო ლეორენტე და თქვათ სიმეონე, რომლებიც აი უფრო მობილური შეტევაზე გადადიან რაღაც. ბოლოს ამთავრებდნენ უკვე მოლინა და ხიმენეს საერთო ცენტრალური მცველი და ანუ უკვე სიგნალი იყო რომ ბოლო რაღაც გავძლოთ და ვეღარ გაძლეს უკვე რა. და ნუ ალბათ ატლეტიკო უკვე გამოეთიშა, როცა ჩემპიონო დიდია შანსი რომ ატლეტიკომ ვეღარ მოიგოს უკვე ლა ლიგა. თან ამ რთულ კვირას ხო ისიც დაემატა რომ იქ ხეტაფესთანაც წააგეს. ალბათ სიმეონე ფიქრობს რომ ის თამაში რომ მოგვეგო, ამ თამაშის წაგების უფლება უფრო გვექნებოდა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ხა ქება ბარსელონას, იმიტომ რომ საერთოდ რომ თამაშს არ უყურო და იცოდე რომ დიეგო სიმეონეს ატლეტიკო ეთამაშება ვინმეს და სახლში უგებს 2-0-ს და მერე უკამბექებს 4-2-ს, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მაგარი შედეგია. ამ თამაშზე თუ გსურს ირაკლი რამის დამატება? საერთოდ ერთადერთი მომდია ბარსელონა ვისაც წელს არ აქვს აგებ. 2025 წელს არ წაუგია თამაში. PSG-ს ამ ლივერპულთან მარცხმა გაუჭა, ხო? თორე PSG-ც იქნება. მე პირველი ჭირს და მე მიყვა მეორეც. ოკეი, კარგი, მეორე თამაში რომელიც შევარჩიე არის იტალიის ჩემპიონატიდან, წინა ტურში ძალიან ხმაურიანი გამარჯვებით, მე პირადად ატალანტა დავაბრუნეს საჩემპიონო ბრძოლაში, თუმცა ეხა შეიცვალა რაღაცეები და ამაზე ირაკლი საუბრებს. მე ატალანტას ბოიკოტს ვუცხადებ, მაგრამ სანამ იუვენტუსთან არ წააგებს. ამიტომ იკა, შენ როგორც ინტერის გულშემატკივარმა ჩაგვიანალიზე ეს მაინც საინტერესო მატჩი. ცალითვალით კი უყურე, მაგრამ შენ უფრო მეტი ყურადღებით უყურები. ხო, ცოტა რომ გადავიდეთ თამაშის წინა მონაკვეთში, იტალიის ჩემპიონატ წელს ხო თქვით უკვე რომ არა შენ გახდი ჩემპიონი, დაახლოებით ეგეთ ჩემპიონატია. პირველად არის ისტორიაში რომ 6 სხვადასხვა გუნდი სხვადასხვა დროს იყო ჩემპიონატის ლიდერი. ესეთი რაღაც არ მომხდარა. ატალანტა, ნუ გამოვარდა ბრიუგესთან, ჩემპიონთა ლიგაზე აღარ თამაშობს, ამითი ცოტა გაუთანაბრდა ნაპოლის შანსებით, იუვენტუსთან კაი, აღარ ვიტყვი რა ქნა და უკვე გაუჩნდა შანსი იმისი, რომ ჩაებას სერიაასთვის ბრძოლაში ერთი მოგება უნდა, თან სახლში უნდა მოგება ინტერთან, 8 წელი არ მოუგია და ამაზე კარგ მომენტს ვერ ნახავდა. მოიგე ეს ტური, გვაქვს 3 horse race-ი, ეგრეთ წოდებული 3 გუნდი თანაბარი ქულების რაოდენობით და ინტერს ლიგა აქვს სათამაშო. თან კოპა იტალია აქვს სათამაშო, უფრო იღლება და როდის თუ არა წელს ატალანტას ჰქონდა შანსი რომ არსებობს ისტორიაში პირველად მოეგო თავისი ამ ცოტა ახლებული ფეხბურთით სერია.
თან გასპერინის ხო ბევრი რაღაც აქვს პირველად ატალანტაში გაკეთებული რომ ევროტურნირი მოიგო ის შეხვდა ინტერი და ინტერი ატალანტასთვის ჩემი აზრით არის კრიპტონიტი. იმიტომ ძალიან მაგარ თამაშს თამაშობს, მაგარ პრესინგს თამაშობს, ეს კაცზე ყველაზე კარგად ალბათ დღესდღეობით მათ გამოსდის, მაგრამ როგორც კი ხვდება ინტერს, აი ეს პერსონალური პრესინგი big problem. ზუსტად 10 წუთში აჩვენა სიმონე ინძაგიმ რატო არ უნდა ეთამაშრო ინტერს აი ესე პერსონალურად. სამ სკრინს ამოვანათებთ. პირველი არის აი ტურამმა რო გააფუჭა ძალიან მაგარი მომენტი. ძელს რომ მოარტყა. ხო, ძელს რომ მოარტყა, მე-6 წუთზე ხდება ეგ. ანუ რეალურად რა ხდება? არის კაცზე პრესინგი, მცველიდან მიდის თავდამსხმელზე პასი, თან მიწაზე მიდის ეს პასი, ნახევარმცველებს იმდენად ყავთ გაყვანილი ატალანტას ნახევარმცველები, რომ 2-2-ზეა. და ტურამი, ეს რა ქვია, ლაუტარო უტევენ ჰაინი და მეორე ვინი დგა? დერუნი არა. ჯიმშიტი იყო ერთი. ჯიმშიტი ცენტრში შედიოდა ვანცო. ხო, აქეთი დგა. 2-2-ზე დარჩა შეტევა და 2-2-ზე ლაუტარო ტურამი საკმაოდ მომაკვდინებელი წყვილია. აქვე მიხვდა გასპერინი რომ არა, ეგ არ გამოვა და მოდი ჩავიწიოთ ცოტა უკან. და იქ უკვე წავიდა, იცი როგორი თამაში რომ მოდი აბა კლასის ხარჯზე რომელი გადაძალავს. მეტნაკლებად კი ინტერი ოდნა უფრო მწარედ იქნებოდა, მაგრამ მეტნაკლებად თანაბარ თამაში კუთხურით გაიტანა გოლი. ნუ მე იქ საერთოდ დაიჭრა ატალანტა და რა ქვია ედმილსონი რატო ავიკვიეთ. ედერსონმა საერთოდ რა გააკეთა, ანუ მიიღო ბურთი, დაიწყო მატაობა იქ, სადაც 7 წლის ბორს ასწავლე, რომ აქ არ იმატაო. ტურამი ძალიან კარგი იყო დაცვაში, აი ძალიან მაგარი მცველივით თამაშა. ლამის თავის კარში დაარტყა, გადავიდა კუთხურზე, დაიწყო ჩხუბი, საჯმა მისცა ყვითელი, კიდევ უფრო უარეს ჩხუბი დაიწყო, გააგდო და მერე ნუ იქ უკვე ინტერის შეტევა ბევრად მარტივი იყო, საერთოდ საყრდენი ზონიდან ისაც გაყავდა ედერსონი მხითარიანს და იქ ბევრი სივრცე ჩნდებოდა და იქ საერთოდ აღარც იყო გასაყვანი კაცი და დაემატა ერთი ნახევარმცველი და უკვე 3-2-ზე 4-3-ზე მიდიოდა ხოლმე ცენტრში შეტევები და აი აზრი აღარ აქვს მაგის განხილვას. ატალანტას ჩანაფიქრი იყო ნუ რასაც ალბათ ყველა ელოდა, ყველა რა ტაქტიკოსები და ანალიტიკოსები, რომ ლუკმანით ცდილობდა, რომ ლუკმანით გაემწვავებინა და აქედან დაახმარებოდა ზაპაკოსთან. ამას მოუფიქრა ინტერმა ძალიან საინტერესო რაღაც. მოდი ჩემი დაფა გამოვიყენოთ. აი კარგ სიმაღლეზეა? ანუ ეს არის ლუკმანი. თელი იდეა იყო ის, რომ აქ შეექმნა 2-1-ზე. არა, პავართან. ინტერის პირველ წუთებზე ინტერმა მოიფიქრა ესეთი რაღაც, რომ მოდი ლუკმანი მოვაქციოთ გალიაში, ბარელა, პავარი და დუმფრისი ძალიან კარგად ანეიტრალებდნენ. ნუ სამი კაცი ერთს განეიტრალება, მარტივია და სადღაც მე-20 წუთზე ინძაგი მიხვდა, რომ ლუკმანი რაღაც დღეს ვერ თამაშობს კარგად, დუმფრისი აწია წინ, დაცვაში იმდენად ღრმად აღარ ჩამოდიოდა, პავარი დაუდგა 1-1-ზე და პირველივე შეტევის მერე კონტრი რო წავიდა ზაპაკოსთან მიხვდა რომ მე თუ აქ ვიქნები აქედან გავიდირკებით და ცოტა უცნაური და იშვიათი რაღაცაა რომ ცველის მოკლებით აქ უპირატესობას იღებ. ანუ ზაპაკოსთან დარჩა, პავარი ეთამაშა ძალიან მაგრად ლუკმანს და რაღაც მერე უკვე კეტელარე გამოიყვანა იქ რო ცოტა მოდი ცენტრშიც იქნებ რაღაცა სიმწვავე შევქნა, მაგრამ კეტელარესაც არ წაუვიდა თამაში და აღსანიშნავი არის ერთი კაცი, აი ეს ადამიანი, აჩერბი, რომლის ჰობია ჩემი აზრით 9 ნომრების გაქრობა. ჰალანდი რამოდენიმეჯერ გააქრო, ლუკაკუსთან იდეალურად თამაშობს და ეხლა ძალიან კარგ ფორმაში ყოფი რეტეგიც. ერთი დარტყმა ქონდა, ისიც აი ნახევარ მომენტს რო ეძახით ეგეთი. და ის
საყვარელი მემეც მივიღეთ, რომ აჩერბი როცა მივიდა სახლში, ჯიბიდან ამოალაგა რეტეგი, საფულე, გასაღები და ასე შემდეგ. ერთს დავამატებ, სულ ორ წინადებას ვიტყვი ამ მატჩთან დაკავშირებით. იცი რა იგრძნობოდა, რომ ატალანტა თამაშობდა lifetime match-ს რა, იმდენად დაძაბულები იყვნენ, რომ ვაიდე და ერთი შეცდომა არ დაუშვა თორე ის ყველაფერი, რაც მატჩამდე ვილაპარაკეთ ჩამოიშლება და რა თქმა უნდა ასეთ თამაშებში ძალიან დიდ როლს თამაშობს ეს გამოცდილება, კლასი, ასე შემდეგ და ნუ იქ ინტერმა დაჯაბნა. ერთი ფაქტიც ის გოლი კუთხურიდან რო გავიდა, მანამდე იყო ცუდად გახდა. ხო, ერთ-ერთი გულშემატკივარი და აი გულშემატკივრების და გუნდის თელი ერთობა, როგორ ჩაერთო ინტერის სასარგებლოდ. ან ინტერის სექტორში გახდა ცუდად. 2-2-დან იყო. ის ტიპი წაქცეული იყო და გოლო გაიტანა კალოსოვიც. და გასპენი ნუ იწუწუნა რა გააკრიტიკა მსაჯი ედერსონის მომენტზე, რომ აი გააფუჭა თამაში ვარა და ნუ არ იყო ეგრე რეალურად. უბრალოდ აი ის დაძაბულობა, იმედგაცრუება და ის ყველაფერი რაც ჩამოიშალა, იგრძნობოდა მატჩის შემდეგაც. კარგი, საკლუბო ფეხბურთი პრინციპში ამოვწურეთ. მანამ სანამ გადავალთ ალბათ ყველაზე გემრიელ სასაუბრო თემაზე, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი და მოდი გადავიდეთ სანაკრებო პაუზა დაგვეწყო რეალურად, რაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ხო ის თაობა ვართ რეალურად, რომლებიც სანაკრებო პაუზას ველოდით, იმისთვის რომ გეგულშემატკივრა არგენტინისთვის, იტალიისთვის, გერმანიისთვის, თუმცა ბოლო წლებში და მადლობა ღმერთს, ეს შეიცვალა და ეხა უკვე ველოდებით საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებს. ჩვენმა ბიჭებმა შაბათ-კვირას იფრინეს, რა ვიცი, დიდი ფურცელი და დავთარი დამჭირდება, რომ სულად ჩამოვთვალო იმ ფეხბურთელების რაოდენობა, ვინც საგოლე მოქმედება გააკეთა, განსაკუთრებით გიორგი მიქაუტაძემ, საოცრებები ქნა, მოკლედ შესვლაზე რაც შემოვიდა მას შემდეგ, გაიტანა ბუდუ ზივზივაძემ, საგოლე პასი გააკეთა ზურიკო დავითაშვილმა, გოლი გაიტანა ოთო კიტეიშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა. გიორგი მამარდაშვილსაც ძალიან მაგარი სეივი ჰქონდა ჟირონასთან და დარწმუნებული ვარ ამასაც ნახავდით. მოკლედ ესეთ მაგარ ფორმაში და ესე კარგად და დადებითი ემოციებით დამუხტული გუნდი დღეს უკვე როდესაც ამ გადაცემას წერთ ზუსტად ჩაწერამდე ვათვალიერებდით რომ თითქმის სრული შემადგენლობით თბილისში არიან და ხვალიდან უკვე დაიწყება მზადება სამხრეთ კავკასიური დერბისთვის, ხო? მანამ სანამ ბიჭებს გადავცემ სიტყვას, ცოტა ისტორიას გეტყვით სომხეთთან მატჩის შესახებ. 7 მატჩი გვაქვს მოკლედ აქამდე გამართული სომხებთან, 3 გამარჯვება ჩვენია, 2 მარცხი გვაქვს და 2 ცფრე. სხვათა შორის ერთა ლიგაზე, რომელიც საქართველოს ნაკრების ტურნირად გვაქვს შერაცხული, პირველი მარცხი ვიწვნიეთ სომხეთის ნაკრებთან. არ ახსოვს ირაკლის ისეთ სახით მიყურებს, თუმცა შევახსენებ, როცა წავაგეთ მაკედონიასთან და ის ერთა ლიგის მატჩი არ იყო, პლეი-ოფს გულისხმობ, ფინალს, შემდეგ იყო რელეგაცია მოკლედ და დინამო არენაზე სარგის ადამიანის გოლით დაუმარცხდით სომხებთან და ეგ იყო პირველი მარცხი, რომელიც ერთა ლიგაზე ჩვენ ვიწვნიეთ. შემდეგ კიდევ ერთხელ შევხვდით ისევ ერთა ლიგაზე. იქაც ვერ მოვუგეთ. მოკლედ ეს მატჩი ეხა პლეი-ოფი არის რეალურად გამარჯვებული დარჩება B დივიზიონში, თუ ჩვენ მოვიგებთ, დამარცხებული C დივიზიონში გააგრძელებს ასპარეზობას. და მოდი შევთანხმდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ვილის სანიოლმაც ამაზე ისაუბრა და ხო, დანჩენილი წუთები მოკლედ მინდა რომ ამ თემას დავუთმო. თუ რაიმეს თქმაქ სურს ირაკლი? არა. მეც მე რაღაც ფაქტებს შემოგაშველებ. იმიტომ რომ აქვს რაღაცები ჩამოწერილი, რასაც მინდა რომ ვისაუბრო. ხო, ნუ ყველაზე კარგი პერიოდია ახლა საქართველოს ნაკრებისთვის ერთის მხრივ. იმ მხრივ რომ როგორც იქნა გვეღირსა ძალიან კარგი ნაკრები. აი რაც თქვი რომ საერთოდ აღარ გულშემატკივრობ მე იტალიას. განა იმიტომ რომ კატასტროფა პერიოდი უდგას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უბრალოდ საქართველოს ნაკრები მყავს უკვე, ვისაც უგულშემატკივრობ რა. ეგ ზოგადად ძალიან გვაკლია საქართველოს ჩემი აზრით. არ გვაქვს ყოველ შაბათ-კვირებზე ის ემოცია, რომ აი მთელი კვირა ვემზადები ჩაბათს, რომ წავიდე და საყვარელ გუნდს უგულშემატკივრო. ეს გროვდება და აი სანაკრებო პაუზა როცა არის, აი იქ ერთიანად ამოხეთქავს ხოლმე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მართალია ნელ-ნელა ვსწავლობთ გულშემატკივრობას, ჩვენც ბევრი გვაქვს სასწავლი, მაგრამ ნაკრებებში საქართველოს თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივრები ყავს. რამოდენიმე სხვადასხვა ნაკრების თამაშზე ვარ ნამყოფი და იქ არსად არიციან გულშემატკივრო. იტალიის
ოლიმპიკოზე უყურებდი იტალიის ნაკრების თამაშს და თვით ქაღალდისგან თვითფრინავებს აკეთებდნენ, ისროდნენ და გულშემატკივრობდნენ, რომ აბა თუ ჩავა სტადიონამდე და ეგ უხარო და გამოვშტერდი, მეთქი სად ვარ, რა ხდება. ვისწავლეთ უკვე გულშემატკივრობა რატო? იმიტომ რომ საგულშემატკივრო გვაქვს რაღაც. აღარ გვიწევს იმის თქმა, რომ დინამოზე კარტოფილი დავთესოთ და კიდე რავი რა აღარ ყოფ, რა ვერსია აღარ იყო. ნაკრები ათამაშდა, გამოჩნდა მაგარი თაობა ძალიან, როგორც იქნა რაღაცა სქემა გვაქვს უკვე, აღარ არის ის რომ აი ვიღაცა ყავს იქ და მოდი იმას გადაუგდოთ ბურთი და იქნებ რამე ქნას. ყველა უტევს, ყველა იცავს თავს, რაღაცა სქემაში მოიქცა ეს ყველაფერი და კარგი სანახავია. და თანაბარი დონის თამაშებია უკვე რა, აღარ ხდება ის რომ ზუსტად აი რომელი ნაკრები იცი რომ ჩამოვა აქ და მოგვიგებს 5-0-ს რა. აი ეგ ხო არ არსებობს უკვე ეგ და ძალიან გვიხარია. ეგ იცი კარგად სად გამოჩნდა ჩეხეთი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი კარგი გუნდია, მოდი ესე ვთქვათ, განადგურდა თბილისურ მატჩში რა და არც ერთ მოწინააღმდეგეს დარწმუნებული ვარ, არც სომხეთს, ეხა რომელიც პირველი ჩამოვა და შემდეგ როდესაც სექტემბერში ახალი ციკლი დაიწყება, არც ერთ გუნდს და ევროპულ ნაკრებს არ გაუხარდება, რომ ჩვენს ჯგუფში არის საქართველო და ამის ბევრი მიზეზი არსებობს. შემადგენლობებზეც ვთქვათ, რამდენიმე სიტყვით, ჩვენს ნაკრებზე პირველ რიგში ალბათ თვალში მოხვდა ის, რომ გიორგი გველესიანი და სოლომონ კვირკველი არ გამოიძახა ვილის სანიოლმა და თავადვე ახსნა პრესკონფერენციაზე, რომ ჩემი მიზანია ნაკრების გაახალგაზრდავება და პრინციპში ამაში ალბათ მოდი ვთქვათ, რომ ვერ გაამტყუნებ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნაკრების ბირთვი დარჩეს, თუმცა ნელ-ნელა იზრუნოთ გაახალგაზრდავებაზე. წინა მატჩებში თუ გახსოვთ, საბა გოგლიჩიძის დებიუტი იყო დაგეგმილი, თუმცა სამწუხაროდ საბა დაიმტვრა და იქ დებიუტი ვერ შედგა, მაგრამ უცნაურია, მაგრამ მატჩამდე დაახლოებით 10 დღით ადრე ვილის სანიოლმა უკვე გითხრა, რომ გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ საბა გოგლიჩიძე იქნება ძირითად შემადგენლობაში სომხებთან. რატო? ერთი გითხარით, რომ გველესიანი და კვირკველი არ არიან და მეორე გურამ კაშია არ ყავს, არის რეალურად დისკვალიფიცირებული. რაც შეეხება სომხეთის ნაკრებს, დანაკლისი სხვათა შორის მათაც აქვთ, თან ბევრი პრობლემაც აქვთ, ამასაც გეტყვით. არ ყავთ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე კრასნოდარის ლიდერი, მოდი ესე ვთქვათ, ტრავმის გამო, ეხლა ხან მიიღო ტრავმა. ეხლანდელი სომხეთის ნაკრების ლიდერად ითვლება არსეგიანი, 22 გოლი აქვს ამ სეზონში გატანილი სხვათა შორის. ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა, შიდა ჩემპიონატშიც. გატლა. სხვადასხვა ფერი ისინი ხატია კომიქსების გმირები და რაც სკუბიდუები და ეგეთი რაღაცები. ამ მოკლედ Twitter-ზე მიგდებს ხოლმე. ამ შემადგენლობაში ყველაზე ალბათ ლიდერი პრინციპში და ყველაზე მეტად ვისაც უნდა ვუფრთხოდეთ არის ბარსეგიანი. კარგი, ერთ დეტალს გაუსვამ ხაზს, პრინციპში რაზეც ვილის სანიოლმა ისაუბრა პრესკონფერენციაზე. ვილიმ თქვა ესეთი რაღაცა. ხვიჩა კვარაცხელია რომ არ გვეყოლება დისკვალიფიკაციის გამო ეგ გეცოდინებათ და სანიოლმა ახსენა ტაქტიკის შესაძლო ცვლილება. ბოლოს თუ გახსოვთ, მაგრამ არ თლად კარგად გასახსენებელი არ არის. 5 მცველიდან 4 მცველზე გადავედით ესპანეთთან მატჩში და გაგვანადგურეს 7-1 წავაგეთ. თუმცა ეხლა, როდესაც სომხეთის ნაკრებს ვეთამაშებით, ხომ არ დაფიქრდება ვილის სანიოლი იმაზე, რომ ეს 5 მცველიანი ტაქტიკა შეცვალოს მაგალითად 4-3-3-ით, რომელიც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზურიკო დავითაშვილი ყავს ლევან შენგელია, ყავს გიორგი წიტაიშვილი, რომლებიც საკუთარ კლუბებში რეალურად თამაშობენ ვინგერებად და არა მარცხენა ლატერალებად, როგორც სანიოლმა მიგვაჩვია. და ერთ შეკითხვასაც დაგიმატებიკა, ხვიჩას არ ყოფნაში გიორგი მიქაუტაძემ ჩემი აზრით გადაწყვეტილად ძირითადში იქნება ისეთებს ატარებს ლიონში. ვინ შეუწყვილდება ჟორჟს? იქნება ზურიკო დავითაშვილი, იქნება ბუდუ ზივზივაძე, თუ რას ვაპირებთ მოკლედ სომხებთან? ხო, 4-3-3-ზე გადასვლას რაც შეეხება, უკვე როგორც იქნა ყავს ის მოთამაშეები, რომლითაც შეგვიძლია რომ ვითამაშოთ 4-3-3, მაგრამ ამ თამაშში გადასვლას სწორად მაინც არ მიმაჩნია და რატო ცოტა მოგვიანებით ვიტყვი, გეგმა საქართველოს ნაკრების სამომავლო ზუსტად ვიცი რომ 4-3-3-ია. არ ვითამაშებთ ალბათ ამ თამაშს 4-3-3-ით. პირველი იმიტომ რომ მაინც რაც არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი პლეი-ოფია. მეორე იმიტომ არ ვითამაშებთ ალბათ
რომ ამ 4-3-3-ში თავარი ფიგურა ალბათ იქნება კვარაცხელია. ფლანგიდან და ხვიჩა არ ყავს. თან დაცვაში 4 თუ გოგლიჩიძე აუცილებლად იქნება სასტარტოში, სავარაუდოდ 4 მცველში, 2 ცენტრალურ მცველში ალბათ არ დააყენებს, იმიტომ რომ ემპოლიში თამაშობს 3 ცენტრალურ მცველიანში და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მაინც ვფიქრობ, რომ ბუდუ იქნება და ვითამაშებთ ისევ შეჩვეულ 3-5-2-ს. კაშიას ვინ შეცვლის, აი არ ვიცი, გავიგებთ. იმიტომ რომ ბუდუსაც მაგარი პერიოდი აქვს ძალიან. თან ბუდუ ხო უკვე რაღაცნაირ დაღვინებული მოთამაშე გახდა რა. ვეტერანობამდე რო ცოტა უკლია და უკვე თან პრაიმშიც არ არის ბუდუ. მგონია რომ ბევრად მეტი შეუძლია და ყველაზე მთავარი რაც არის 3-5-2-ს ძალიან უხდება ეს ერთი მაღალი მოთამაშე, რომელიც თავზე ძალიან კარგად თამაშობს და გრძელ პასებს გადაანაწილებს თავით და მეორე სწრაფი შემტევი გამტანი. ერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანო ლუკაკო ლაუტარო. და ხვიჩას არ ყოფნაში მე ვფიქრობ, რომ დაიწყებს ბუდუ მიქაუტაცით. მატჩის მნიშვნელობა რო ვთქვათ, გარდა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიური დერბია, პლუს ამას სომხებისთვის ძალიან სერიოზული მიღწევა იქნება ეხლა რომ B დივიზიონში ამოვიდნენ. ჩვენთვის საერთოდ არ იქნება კარგი რომ C დივიზიონში ჩავიდეთ, პლუს ამას შემდეგი ევროპის ჩემპიონატისკენ ვიყურებით, ასე ვთქვათ და სხვადასხვა ჭორები აქა-იქ დადის, რომ შეიძლება C დივიზიონიდან საერთოდ ვერ გავიდნენ გუნდები ევროპის ჩემპიონატზე. ამიტომ არანაირ შემთხვევაში არ გვაწყობს C დივიზიონში ჩასვლა, პლუს ამას არც ისე კარგი სტატისტიკა გვაქვს სომხებთან, ახლა 3 მოგება 7 მატჩში და პლუს 2 ფრე. მე მგონი საერთოდ არ არის სახარბიელო სტატისტიკა სომხეთთან და ასეთ მდგომარეობაში, როდესაც უკეთესი გუნდი ვართ რეალურად ბევრად, ბუნებრივი უნდა გქონდეს გათვლა იმაზე, რომ ორივე მატჩში მოვიგოთ და ერთი დეტალის თქმა მსურდა. სავარაუდოდ სოციალურ ქსელში ნახავდით, რომ ბოლო წამამდე არ იყო გადაწყვეტილი საერთოდ გაყიდიდნენ თუ არა სომხები ბილეთებს. ანუ იყო რისკი იმისა, რომ ცარიელ სტადიონზე ჩატარებული იყო მოკლედ ეს მატჩი. რა არის ამის მიზეზი, ხო? მიზეზი არის გულშემატკივრების პროტესტი. ბოლო 6 მატჩში სომხებს აქვთ მხოლოდ 2 გამარჯვება. ეს არის ლატვიასთან და ვერ დავარქმევთ ამას ხმაურიან გამარჯვებას და რამაც პროტესტის ტალღა გამოიწვია, იყო საკუთარ მოედანზე ფარერის კუნძულებთან მარცხი. რის გამოც რეალურად სომხეთს გაუქრა იმის შანსი, რომ პირველ ადგილზე გასულიყო და იქ ჩრდილოეთ მაკედონიამ დაჯაბნა. შესაბამისად სომხები იბრძოლებენ მაქსიმალურად, მებრძოლი გუნდი არის სხვათა შორის სომხეთის ნაკრები და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მატჩები გვექნება, პლუს ამას მოგვენატრა, ხო, საქართველოს ნაკრების თამაშები 2025 წელს პირველი მატჩებია და წარმატებები მოკლედ ჩვენს გუნდს. იცი რისი დამატება მსურდა? ლუკა ლაცაბიძეს უხმო პირველად ვილისანიელმა, აქამდე ლუკა 21 წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, ის დონეცკის შახტარის საკუთრება, ამ ეტაპზე ოდესის ჩერნომორეთშია განათხოვებული და საბედნიეროდ ბევრს თამაშობს. სავარაუდოდ ნახავდით, როდესაც ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გავედით, იქ ხორვატიასთან მატჩი ითამაშა, პენალტიც დაარტყა. ნუ მოკლედ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ლუკას და ცენტრალური მცველების, კარგი ცენტრალური მცველების წამოსვლა ძალიან გვჭირდება ახლა. რეზი, ამის დამატება ხო არ გსურს? ეს წარმატებებს უსურებ. წესით ფავორიტები ვართ და მგონი ორივე თამაში უნდა მოვიგოთ. კიდე იცი მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის? სომხეთის ნაკრებს ყავს ახალი მწვრთნელი, რომელიც იყო გიორგი მიქაუტაძეს მწვრთნელი აიაქსში, ვანსხიპი. ეს არის ადამიანი, რომელმაც ჟორჟი ფაქტობრივად გააწამა. ჟორჟი რადონის ფეხბურთელი ეხა ხო დავინახეთ ძალიან მაგრად. იქ აიაქსში მის პოზიციაზე არ ათამაშა. მერე როდესაც წავიდა ჟორჟი აიაქსიდან, თქვა რომ ინგლისური სწავლა არც ეცადა, ნუ მოკლედ ადაპტაციის დრო თავადვე გაწელა. შესაბამისად, კარგი დროა მე მგონი რევანშის ასაღებად, რომ ვანსხიპს სომხეთის ნაკრებში დებიუტი ჩავუშალოთ. რა სიტყვა? ხო, ნუ ვანსხიპი რო იყო სომხეთის ნაკრების მწვრთნელი, ეგ არ ვიცოდი. ის კარგი ბუცები აქვს ვიზე თქვა? ბარსეგიანს. არც ბარსეგიანი ვიცოდი. სომეხი ფეხბურთელი ვიცი 2. ერთი მხითარიანი მიხვდებოდით რატომ? რომელმაც 4 წელია კარიერა დაამთავრა სანაკრებო? ხო, 4 წელია დაამთავრა, ეგეც გამოტოვებული მქონდა და ადამიანი.
ადამიანი სად თამაშობდა ვინერ არ ვიცი. ჰოფენჰაიმში თამაშობდა სხვათა შორის. და აი დინამო არენაზე მეორე გამარჯვების გოლი მან გაგვიტანა, ну, როდესაც თამაშის სურვილი ალბათ არ ჰქონდა მაკედონიასთან მარცხის შემდეგ. მოკლედ, ესეთ სიახლეებს არა მხოლოდ ირაკლის, არამედ თქვენს გაწვდით, ამიტომ Facebook-ზეც გამოვყევით, TikTok-ზეც გამოვყევით და პრინციპში ეს არის რაც მინდოდა თამაშზე გამოვყევით. წავიდეთ. მივდივართ თამაშზე. მივდივართ და გამოვყევით თამაშზე. კარგი, შემდეგი ეპიზოდიც გვექნება საქართველოს ნაკრებზეც. მაშინ უკვე ორივე მატჩი ჩატარებული იქნება. ვგეგმავთ და სურვილი გვაქვს, რომ ყავდეს ძალიან კარგი სტუმარი. იმედი გვაქვს, ყველაფერი ისე გამოვა, როგორც დაგეგმილია, მოკლედ. დღესაც წაგართბევ დამშვიდობებას თუ შეიძლება. მადლობას გადაუხდით ტერმინალს იმისთვის, რომ შეგვიფარა რომ გადაიღეთო, კარგი ხალხი ხართო. მადლობა თქვენ, ვინც გვიყურებთ, იმიტომ რომ ყოველ ვიდეოზე უფრო და უფრო იმატებს ჩვენი ნახველების რაოდენობა და როგორც რაღაცა ტრადიციად ჩამოყალიბდა, ისე დაგემშვიდობებით, ითამაშეთ ფეხბურთი, უყურეთ ფეხბურთს და რაც მთავარია, გიყვარდეთ ფეხბურთი.